თემა, რომელიც დღეს წამოგვეწია, თქვენთვისაც დარწმუნებული დეტალურად გაეცნობოდით და მნიშვნელოვანია და მაყურებელსაც მივცეთ ორივე სიტყვით უფრო მეტი ინფორმაციას უკავშირდება Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც საქართველოში ბოლო თვეების მოვლენებს ძალიან მძიმე, მაგრამ ზუსტ შეფასებას აძლევს. ორგანიზაცია წერს, რომ ქვეყანაში შეიქმნა კოორდინირებული სისტემა, რომლის მიზანიც განსხვავებული აზრის ჩახშობა და ძალაუფლების გამტკიცებაა. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში აღარ საუბრობს ცალკეულ გადაცდომებზე, პირიქით ის აღწერს რეპრესიის სრულ არქიტექტურას. როგორ მუშაობს სისტემა მაშინ, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთი პოლიტიკური მიზნის გარშემო ერთიანდება. მექანიზმი ასეთია: ჯერ იქმნება ტრის ხატი, შემდეგ იცვლება კანონები ამ ადამიანებისათვის, ვიწროვდება პროტესტის სივრცე, პოლიცია ძალას იყენებს, სასამართლო კი საბოლოოდ ამ ყველაფერს ფორმალურ სახეს აძლევს. Amnesty International განსაკუთრებულად საშიშ ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას. მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაციაზე, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დემონიზაციაზე, არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის პრაქტიკებზე, მასობრივ სანქციებსა და სასამართლოს გამოყენებაზე პოლიტიკური მიზნებისთვის. ანგარიშის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ისაა, რომ რეპრესია ცალკეული ინციდენტების ჯამი აღარ არის. ის სახელმწიფოს მართვის მეთოდად ყალიბდება. Ქალბატონო მაია, რამდენად ეთანხმებით Amnesty International-ის ამ შეფასებას იმ ბოლო მოვლენების ფონზე, რომელზეც ასაუბროთ ჩვენ შევიკრიბეთ. მოგესალმებით, გიორგი, მივესალმებით ტელემაყურებელს. თავად მოხსენება არ წამიკითხავს, ხვალ აუცილებლად რა ვეცნობი. ეხლა ამონარიდებს, რასაც ვუსმინე, აბსოლუტურად ზუსტი შეფასებაა და მექანიზმი აბსოლუტურად სწორად არის დანახული. საბოლოოდ როგორ არის ეს მართვის მეთოდია ეს მართვის მთელი თავისი კომპონენტებით. დიახ, სამწუხაროდ ექსურათი გვაქვს ქვეყანაში დაწყებული ეს ყველა ეტაპი გავიარეთ ჩვენ ამ ქვეყანაში და ეს რომ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ეს არის მართვის მეთოდი, პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ხომ, ეს საპოლიციო ძალადობებზე. ესაც ამ კონტექსტში მხოლოდ იმიტომ არის პრობლემა, რომ სისტემურია. სისტემური შეიძლება იყოს ეს რაღაცა ამ მათი სუბკულტურის ხრცევის მოდელი, მაგრამ სხვა არის, როდესაც ეს არის ხელისუფლების, ანუ პოლიტიკის კეთების ფორმა ქვეყანაში, მართვის მოდელია სახელისუფლებო, ანუ ასე მართავს ქვეყანას სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება. ყოველ შემთხვევაში სურათი ასეთია. და ამის კომპონენტებში შეგვიძლია გამოვიდა თქვა, რომ ნუ ეწევითო პოლიციის დისკრედიტაციას, ეს მიზანმიმართული მოქმედებები არისო და მთელი კამპანიაო და აკერმანი ასავლიდა ამასო. დიახ, აკერმანმა საერთოდ საქართველოს არიცო და სად იყო იმ დროს, როცა საქართველოში მილიციის მიმართ და რაღაც ეტაპზე პოლიციის მიმართ და ზუსტად ამის გამო ძალიან სერიოზული კრიტიკა ისმოდა დასაბუთებულად და იმ დროში რომ დაგვაბრუნეს, ის დააბრალა ახლა კალაძემ აკერმანს, როდესაც თვითონ ახალისებს ყველა იმ მოძალადეს, რა ვიცი, საიდან კორცხელიდან რო გავიხსენ და მოუყვეთ ამ ამბებს, რომლებიც შემდეგ გადადის ეს სისტემაზე და რიგითი პოლიციელების დამცველად გამოვიდა კაცი, რომელიც კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად მთავარი დამნაშავე არის იმაში, რასაც ჩვენ პოლიციის განყოფილებებში იქნება თუ ქუჩაში ჯგუფურ ძალადობის სახით ვიღებთ. აი სახელისუფლებო კომენტარები სხვათა შორის ეს კომპონენტი არის სწორედ ამის ნაწილი, რომ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. სახელისუფლებო კომენტარებს თუ მიადევნებ თვალს, ყველა არის აი ამ პატერნის, ამ კონტექსტში, რომ აი ამდენი გმირი პოლიციელი ყურადღების გადატანა, რომ თურმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მაშინ ვახდენთ პოლიციის დისკრედიტაციას, არ ვიცი, აკერმანმა ასწავლა ცემატყება ქართულ პოლიციას, მაგრამ როდესაც ანუ ამაზე ვსაუბრობთ, ეს არის მადისკრედიტირებელი. რატომ ალავს ამას სახელმწიფო ბრალდება, რატო არც ერთ ვთქვათ საჯარო განცხადებაში არ იყო, ხო, რა ჩაიდინეს ამ შემთხვევაში? მათ შორის ანგარიშებში. თქვენ ახსენებთ ამას მთავარი პროკურორის ანგარიში, ხო? დიახ, მთავარი პროკურორის ვისაუბროთ მე როგორ არის, რატომ კეთდება ეს, რომ ჩაიკარგო სტატისტიკაში. თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებთ სინამდვილეში, ანუ ციფრების უკან არ ჩანს ამბავი და სწორედ ასეთი განცხადება იყო გაკეთებული ამ საქმესთან დაკავშირებითაც არ დამეზარა მოვძებნე თებერვალში როგორი განცხადება ქონია გაკეთებული პროკურატურას და ზუსტად ასეთი განცხადება იყო, რომ სადღაც თან ყოფილი პოლიციელი
შესახებ პასუხისმგებლობაში უпростоრად დაკავებულები იქნა 3 ყოფილი პოლიციელიო და მეტი არაფერი და კვალიფიკაციაზე არის საუბარი. ყოფილზე ყურადღებას ვამახვილებ, რატომ იცით? ესაც ასეთი რცევის მოდელია ხოლმე ასეთ დანაშაულებზე, სადღაც სავარაუდოდ წინა დღეს იქნებოდნენ ისინი თანამდებობიდან განთავისუფლებული, იმიტომ რომ პოლიციელი დამნაშავე არ ამოვარდეს სტატისტიკაში. ანუ რომ შეალამაზონ სურათი, წინა დღეს განთავისუფლდა და ყოფილი პოლიციელია უკვე გამიგეთ და სხვათა შორის აი ზუსტად რახან სტატისტიკაზე მივედით, ჩემი კოლეგა თორნიკეც საუბრობდა გუშინ სტატისტიკაზე და საგანგებოდ ჩავხედე პროკურატურის აი ამ ანგარიშებს და როგორი სტატისტიკაა, იცით გიორგი? ესე იგი, ერთ სტატისტიკა ძირითადად შექმნილია სამოხელეო დანაშაულის ხარჯზე და ნახავთ, რომ არის სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა. არასათანადო მოპყრობას რაც შეეხება, შარშან იყო 1, რაც იპასუხ შარშან წინ 1, არასათანადო მოპყრობაზე ვსაუბრობ. წამება არ არის ამ ქვეყანაში არც ერთი, 1 და წინა წელს მე მგონი საერთოდ არ არის. ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი გარემოება ჩემის ვარაუდით, რატომაც გაუქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, იმიტომ რომ ამ სამსახურს ციფრები მაინც უნდა ეჩვენებინა და ციფრების ჩვენებაც გადაიფიქრეს და ამიტომ 1 არასათანადო მოპყრობისთვის არ შეიძლება სამსახური არსებობდეს ქვეყანაში. ამიტომ ადრენდ რა ძალიან მაგარ ხერხს და მეთოს თორნიკე შეგიძლია გააგრძელო და მათ შორის დღეს თქვა კალაძემ რომ 40,000 პოლიციელიაო და მათ შორის შეიძლება თითოეულო გამოჩნდეს ისეთი რომელმაც შეიძლება რაღაც დაარღვიოსო და ამიტომ ჭრილი არ უნდა მიადგეს თელს პოლიციასო ჩვენი საერთო ამოცანა ზუსტად იმაშია რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაემსგავსონ ასე ვთქვათ ღირსეულ ინსტიტუტებს და შეესრულონ ის მოვალეობა რის გამოც კონსტიტუციით მათ უფლებამოსილებები აქვთ და მათ შორის ჩვენ ფულს ვიხდით იმისთვის რომ ეს შევინახოთ ხო და რამდენად მასობრივი ხასიათი აქვს მართლაც ამ სიტუაციებს რომელიც უკვე აღარ იმალება და ვიდეო გამოსახულებების სახით ჩნდება მედიაში და საზოგადოების თვალწინ იმ გამოცდილებიდან საადვოკატო გამოცდილებიდან გამომდინარე რომელიც თქვენ გაქვთ მოგესალმებით გიორგი, მივესალმები მაყურებელს. მე მგონია რომ არ სჭირდება ამ ამბავს რომ იყო ადვოკატი და ამ პროცესებში ძალიან აქტიურად ჩართული რომ შენ ხედავდე ამ უსამართლობის მასშტაბს და ასევე ხედავდე სისტემურ ხასიათს. მათ შორის შემთხვევებითი არ არის რომ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის კახი კალაძე, მათ შორის თია წულუკიანი პარლამენტიდან პირდაპირ მოუწოდებენ მოქალაქეებს და მათ შორის სამართალდამცავებს რომ ძალიან ცუდია როცა იღებთ მსგავს ფაქტებს იმიტომ რომ შემდგომ შეიძლება ეს ვიღაცამ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე გამოიყენონ ანუ ცუდი ის კი არ არის რომ აი ასეთ მოქმედებას ჩადის ადამიანი ცუდი ის არის რომ ეს შეიძლება აღიბეჭდოს ჩვენ ოდესაც ვსაუბრობთ სისტემურობაზე ბოლო რამდენიმე წელს რო გადავხედოთ აშკარად ვნახავთ ზუსტად ერთნაირ მოქმედებებს და მოქალაქეების მხრიდან აღწერილ ზუსტად ერთნაირ ქმედებებს სამართალდამცავების თუ შეიძლება რომ ჩვენ ამ ადამიანებს სამართალდამცავები უწოდოთ. მათ შორის ის რომ ეს ადამიანები გარდა იმისა რომ ადამიანურად ებყრობიან მოქალაქეებს და პირდაპირ აწამებენ ის რომ ისინი ამას იღებენ და თავისივე ხელით ქმნიან ამის მტკიცებულებებს ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა რომ შენ განსაზღვრო რომ ამას აქვს სისტემური ხასიათი. სისტემურობა არ გამოვლინდება მხოლოდ იმაში რომ მრავალჯერადია ეს მოქმედება ან მაგალითად ხანგრძლივია. სისტემურობა ნიშნავს რომ ერთი რგოლი შეიძლება ყველაზე მცირე რგოლით ამას თუ აკეთებს მას მეორე ან აგულიანებს ან წააქეზებს ან პირიქით მწვანე საუნთებს და ეტყვის რომ არ აქვს მნიშვნელობა შენ რაც გააკეთებ მე შენ მაინც დაგიცავ. ეს არის ზუსტად მთლიანი კონტექსტით ის სისტემურობა რომელსაც ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვხედავთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ როდესაც ვხედავთ გორში ადამიანს როდესაც ცემენ 20 ადამიანი ხედავთ ჩვენების მიღების მიზნით, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით ერთ ადამიანს რამდენიმე როგორც ცემს და სავარაუდოდ რამდენიმე ასევე იღებს, წარმოუდგენელია შენ მოქალაქე დააჯერო, რომ ეს არის ინდივიდუალური გადაცდომა. ინდივიდუალური გადაცდომა რომ იყოს ეს და მე მაგალითად იგით მოქალაქეს რომ სურდეს რომ რაიმე უკანონო მოქმედება ჩავიდინო, მე ყველაფერს გავაკეთებ რომ მტკიცებულება არ შეიქმნას ამის. პირიქით მე თვითონ არ შევუწყობ ხელს რომ ამის მტკიცებულება შეიქმნას, მაგრამ სწორედ ეს არის ეს სისტემურობა, სწორედ ეს არის დაუსჯელობის სინდრომი, ეს არის ადამიანზე ზემოქმედება, წამება, მისთვის სულიერი და ფიზიკური ტკივილის მიყენება, რომ მე შენს უფლებებს არაფრად ვაგდებ. მე შემიძლია რაც მე მომინდება ის განვახორციელო და მე ვიცი რომ ამისთვის არავინ დამსჯის და მეტიც შენ თუ გგონია რომ მე ამისთვის ვინმე დამსჯის
თავად იცოდე რომ აი ამას ზუსტად იმ ადამიანს მოგზავნი ვინც რომ დამსაჯოს და სწორედ ეს არის რომ აი მოქალაქეები როცა გამოდიან არ ვიცი არაერთი შემეძლია ასეთი გავიხსენო ეს ადამიანები ამბობდნენ რომ ვიღაც რიგითი რომლის სახელდაგვარიც მე არ ვიცი მაწამებდა მაგრამ იღებდა და უგზავნიდა ამ და ამ პიროვნებას და სახელდაგვარით ამბობს ამ პიროვნების სახელს რომელიც ზუსტად ამ წამებლის ზემდგომი არის და როდესაც ამ ყველაფერს ხედავთ რა თქმა უნდა ისაც Amnesty International წერს არის ძალიან მართებული სწორი და მე საჯაროდაც მინდა მათ მადლობა გადაუხადო იმიტომ რომ ეს არ არის პირველი ანგარიში რომელსაც ისინი აქვეყნებენ ჩვენ სინდისის პატიმრების პროცესების პარალელურადაც მუდმივად განებივრებდნენ ასეთი ანგარიშები და კი ზუსტად ამ ტერმინს ვიყენებ იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არის ძლიერი სამართლებრივი დოკუმენტები რომლებსაც როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ვიყენებთ შემდგომ უკვე ევროპულ სასამართლოში ალბათონ მაია თორნიკე საუბრობდა ლოგიკურ ჯაჭვზე, რომელთანაც ერთ-ერთი დასკვნა გამოდის, რომ ეს არის ერთი ჩაკეტილი სისტემა, რომელიც მართლა მაფიის წესებით მოქმედებს, ხო? Რომელიც ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის ამ სისტემაში შესვლისთანავე გამოცდა. ნათლობას ეძახიან იქ ამ ამბავს. ამ შემთხვევაში გამოცდა არის, როდესაც ზუსტად ასეთი ტიპის მოქმედებებს ავალებენ და შემდეგ ამ მტკიცებულებებს ითხოვენ და უკვე ყველა თანამონაწილე ხდება ამ დანაშაულში. ანუ სამართალდამცავთა კი არა, თანამზრახველთა კასტად ყალიბდება ასეთი ტიპის სისტემა, რომლისკენაც ჩვენი პოლიცია დღეს მიდის და არა მარტო პოლიცია, ხო? მე მინდა გავაფართოვოთ კიდეც ამ პრობლემის არსი და კითხოთ სასამართლოს როლზე, პროკურატურის როლზე, თქვენ თბილისის პროკურორი იყავით და არსებობს თუ არა რამე შანსი ამ სისტემის შიგნიდან გამოსწორების, როცა ასე ერთის მხრივ დანაშაულებრივ და კორუფციულ, პოლიტიკურად კორუფციულ ხერძი არის აწყობილი მთელი სისტემა. კი, დიახ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი სისტემურობაზე, ვთქვათ, ის ამბავი, რომ ეს არის პოლიციური, ასე ვთქვათ, კულტურის ნაწილი, ეს მაფიოზური, როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს ერთი პრობლემაა, ხო? მაგრამ რა არ შეიძლება, ანუ ასეთი სისტემური შიგნით საპოლიციო სისტემური ძალადობა არსებობდეს, თუ მას არ აქვს სხვა ინსტიტუციების მხარდაჭერა, თუ მას არ აქვს ინსტიტუციური მხარდაჭერა, პროკურატურა, სასამართლო და ხელისუფლება, ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლება. ამაზე ვისაუბრე გუშინ წინაც, როგორ მუშაობს პროკურატურა, ხო? ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების როლი. ანუ ყველა ამ საქმეზე ის კვალიფიკაცია, რომელიც არ შეიძლება იყოს, უკვე მიანიშნებს სისტემურობაზე. სისტემურობაზე იმ გადებით, როდესაც ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ხოლმე, მათ შორის ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე, იმიტომ რომ თუ მაგალითად იმ მასობრივი დემონსტრაციებთან დაკავშირებით სხვა სამართალდარღვევებზე ვისაუბრებთ, თუ ჩვენ ამას დავინახავთ რა სურათში, იცით, გიორგი, თუ ეს არის მოსახლეობაზე ფართო მასშტაბიანი და სისტემური თავდასხმა. მაშინ რასაკვირველია უკვე სხვა დანაშაულზე ვსაუბრობთ და ისე გახლავთ ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, მაგრამ ის რომ სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია და ეს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია სწორედ, აქ ჩანს აი ეს პროკურატურის როლი, ნაკლები სიმძიმის დანაშაულის კვალიფიკაცია, რომელსაც აბსოლუტურად სხვა სამართლებრივი შედეგები აქვს და რამდენიმე მიზანი აქვს ამაზე ვისაუბრე. ერთი ის რომ ვთქვათ სისტემას სიგნალს უგზავნის სახელმწიფო ბრალდება, რომ რასაკვირველია სახელმწიფო ბრალდებაც იმავე პოლიტიკის ნაწილია, ანუ ისინი არ დაისჯებიან ისე, როგორც უნდა ისჯებოდნენ. ამავდროულად ეს არის დანარჩენი, ვთქვათ, ისინი ვინც ჯერ არ დასჯილან, მათთვისაც არის გარანტია, რომ აქ არასოდეს ის მუხლი არ იქნება. ამავდროულად ეს არის, ასე ვთქვათ, ხელისუფლებისთვის მიცემული ფორა, რომ ქვეყანაში წამების შემთხვევები არ გვაქვს, იმიტომ რომ თუ არ დააკვალიფიცირებ, არასოდეს არ იქნება ეს, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ჩვენ ამაზე. შესაბამისად, ხო, ეს ამბები არასოდეს არ მოხდება არც ერთ ანგარიშებში, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ეს Amnesty International-მა ანუ ლოგიკა, ჟანრის ლოგიკა ამოხსნა, აი როგორ მუშაობს ეს ამბავი ქვეყნის შიგნით, ხო? ამიტომ ბევრი მრავალფაქტორულია ეს სისტემურობა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი როლია სასამართლოები აქ. სახელმწიფო ბრალდება თავისი, ასე ვთქვათ, ცოდვებით
და ყველაზე ბოლო, ასე ვთქვათ, მართლმსაჯულებაში ინსტანცია სასამართლო. მაშინ, როდესაც სასამართლოები ეხა არ კვალიფიკაციის ნაწილში არ შევალ სამართლებრივად, როდესაც კვალიფიკაცია არის უფლებამოსილების გადამეტებით, იქ სასამართლო არაფერს ვერ იცავს. ხავთუმა, იმდენად კვალიფიკაციაზე მაინც არ მინდა აქცენტი. მე მაინტერესებს მოსამართლეების სამართლებრივი პასუხისმგებლობის პერსპექტივა, როცა ჩვენ გვაქვს ბევრი მაგალითი, მე მომისმენი ადვოკატებისგან და მინახავს და ხალხს უნახავს, სანამ გვაღებინებდნენ. ნაცემი ხბაგანგრეული, თვალამოვარდნილი ადამიანები, რომლებიც ყვებოდნენ, რომ აქმცემეს დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ასე ვთქვათ ზემოქმედებას ახდენენ და შეურაცხყოფდნენ ღირსებას, გაუპატიურებით მეუქრებოდნენ და ასე შემდეგ და მოსამართლემ ეს ამბავი თუ მე არ მეხება გაატარა თითქოს არაფერი. აი მოსამართლე ამ დროს რას უნდა აკეთებდეს? და თუ არ აკეთებს, რას უნდა ელოდეს მომავალში? არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე ხდება ეს, აი ეს მიტინგებთან დაკავშირებით, აი ეს მასობრივი, აი ეს ნაცემი ადამიანები, ყველა ისინი ხომ სამართალდამრღვევებად გამოაცხადეს სასამართლოში, ხომ? ისინი ამ სასამართლოებზე იჯდნენ ნაცემები, უმრავლესობა. მათ შორის, რა ვიცი, აი მაგალითად ბზია ამაღლობილის საქმის მაგალითი, ხომ? ერთი იმავე საქმეში, აი იმ ადამიანზე, ვიზაც საუბრობენ, ბოლოს გვარს რომ ახსენებენ, აი ზუსტად გაბაიძეს რო ახსენებენ, ეს ადამიანი ნაცემი ეჯდა სასამართლოში. სახეზე არც ერთი მთელი ადგილი არ ქონდა. ყურებიც კი დაზია წარმოვიდგენიათ, ყურებზე არ ვიცი როგორ უნდა ცემო, რომ ყურებიც დაზიანებული ქონდეს ადამიანს. ეს დოკუმენტი ჩვენ წარვადგინეთ ამ საქმეში, სხვათა შორის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან აღებული, ანუ ოფიციალური დოკუმენტი პოლიციამ რო დამალა, მაგრამ ვინაიდან ის სასჯელ აღსრულების სისტემა იქ დაფიქსირდა, ამ სასამართლოში წარვადგინეთ და ბრალდებამ რა ქნა იცით, ბრალდებამ იშუამდგომლა ამ და სხვა ასეთი მტკიცებულებების ამორიცხვა საქმიდან და სასამართლომაც ამორიცხა საქმიდან. სასამართლო დაეთანხმა. რა საკვირველია დაეთანხმა ამ საქმეს და თავად ეს ეხლა მაგალითია, თავად ეს ადამიანი ასეთივე გაერთიანებული ცხვირპირით იჯდა ადმინისტრაციულ მისი, რომ თითქოს მან ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ეს მასობრივი იყო ეს საქმეები, ანუ მოსამართლეები ყველა ასეთ საქმეებს, აი ეს გამოხატვის თავისუფლებას და შეკრების თავისუფლებას, რაც უკავშირდება ეს ამდენი ნაცემი დაზიანებული ადამიანები, იქ ადგენდნენ სამართალდარღვევას. ისე რომ არ კითხულობდნენ ეს ადამიანი საიდან მოხვდა სასამართლოში ასეთი თავყბა გაერთიანებული. ამიტომ, როდესაც სასამართლო ასე მოქმედებს, რა საკვირველია, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ესაც არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. და არა მარტო სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, მე მაინც იქამდე მიმყავს საქმე. რა თქმა უნდა, ესე პროფესიული რანგირება არასწორია და ყველა თავის პროფესიის ფარგლებში ატარებს თავის პასუხისმგებლობას, მაგრამ აი მართლმსაჯულების სისტემაში თავი და თავი მაინც სასამართლო. მოსამართლე, ხო, ანუ მისი სწორად მოქცევა კანონის შესაბამისი აწონასწორებს მთელ სისტემას. მე რის თქმა მინდა ოდნავადაც აი თორნიკე ამ შეკითხვით გადმოვალ იმ რიგითი პოლიციელის პასუხისმგებლობას კი არ ვამცირებ აი დაახლოებით მე მგონი 20-22 წლის ახალგაზრდა ბიჭი ესე შტაბეშტილებას ტოვებდა იმ ორნი რო ურტყავდნენ შიგნით გორშიც 19 წლის ადამიანი გორშიც 19 წლის ადამიანი კი არ ვამცირებ ნუ რადგან პოლიციელის მუნდირს იცვავს უკვე და ამ პასუხისმგებლობას იღებს კანონის წინაშეც და სხვა შორის პროფესიის წინაშეც თანაბრად პასუხისმგებელია მაგრამ მოსამართლე რომელიც მოსამართლის მანტიას ისხავს, გადის, უნდა გაიაროს უზარმაზარი სტრუქტურული ნაბიჯები, ცოდნა შეიძინოს, გამოცდილება დაიგროვოს და სახელმწიფო სახელით გამოაცხადოს გადაწყვეტილებები, ქართული სახელმწიფო სახელით, იმის პასუხისმგებლობა მაინც მგონია, რომ ყველასგან განსაკუთრებულია და ადვოკატები ამ მხრივ ყველაზე ჩაგრულ მდგომარეობაში ხართ ახლა, თანაბარ კონკურენციას საერთოდ ლაპარაკი აღარ არის, მაგრამ თქვენი აზრით, აი ამ სისტემის შიგნით, რომელიც ჩვენ ახლა აღწერეთ და ძალიან ჩაკეტილ წრეს წარმოადგენს, პოლიტიკური მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე არის რამე შესაძლებლობა, რომ შიგნიდან ეს რეფორმირდეს და გაკეთილშობილდეს? საკმაოდ რთული კითხვა. პირველ რიგში ამას მიმომატებ ერთიანობას. ჩვეულებრივი ადამიანი. ხო. ეს თუ ასე არ მოხდა, რას იღებს და რას მიიღებს? არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ქართული ოცნების ხარდაჭერია მიტინგზე იყო არ იყო თუ ასე შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანები საბოლოო ჯამში რას იღებენ მე ამას ძალიან კარგი კითხვაა და პირველ რიგში სწორად ფორმულირებული იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ყველას საკუთარი პასუხისმგებლობა მათ შორის იმ სამართალდამცავსაც რომელიც შეიძლება რანგით ყველაზე დაბალი იყოს მასაც თავისი პასუხისმგებლობა აქვს მაგრამ
პირის დაკავებიდან, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებიდან, ადმინისტრაციული პროცესის დაწყებიდან ასე შემდგომ ყველას რომ თავის პასუხისმგებლობა აქვს, ბოლო წერტილი არის სასამართლო. ესე იგი, სასამართლომ უნდა თქვას თითოეულ მათგანთან დაკავშირებით, ვინ რა უკანონობა განახორციელა, ვინ საკუთარი პასუხისმგებლობა არ აიღო, ან აიღო იმაზე მეტი, ვიდრე უნდა აიღო. შესაბამისად, ძალიან სწორია იმაზე მითითება, რომ კი, გამორჩევა ადამიანების პასუხისმგებლობით არ შეიძლება, თუმცა სასამართლოს სამართალში ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს, იმიტომ რომ მას შეუძლია თქვას, რომ თქვენ რაც აქამდე აკეთეთ, არის უკანონო და დამთავრდა. სამწუხაროდ მე მაქვს და ჩემს არაერთ კოლეგას დარწმუნებული ვარ ნანახი დოკუმენტები, სადაც ადამიანს არც ერთი ნაკაწრი არ აქვს ორგანიზმზე. სხეულზე საერთოდ არ აღნიშნება არაფერი. ჩახედავ დოკუმენტს მშვენივრად და გვერდით მიზის ადამიანი, რომელიც თვალებიდან ვერ იხედება, იმდენად ნაცემია. გვერდით მიზის ადამიანი, რომელსაც სახი აქვს დალურჯებული, მოტეხილობა აქვს, მათ შორის იზოლატორში გაგვიშვი ადამიანი, რომელსაც კბილები ამოვარდნილი ჰქონდა, იმიტომ რომ სცემეს ის უმოწყალოდ და ხედავ დოკუმენტებს, სადაც ის გრაფა, სადაც უნდა იყოს ჩაწერილი, რომ რამე დაზიანება ან იზოლატორში შეყვანამდე, ან მას შემდგომ თუ ჰქონდა ამ ადამიანს, ხედავ რომ ცარიელი არაფერი წერია. და სასამართლო ამასაც კი ისე განმარტავს, რომ რადგან ცარიელი, ესე იგი მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. ანუ იმისთვისაც კი არ იწუხებენ თავს, რომ ის ჩაწერენ, რომ არ აღენიშნებოდა, აი რომ მოგვატყუონ იმისთვისაც კი არ იწუხებენ უკვე. და ამაზე თვალს ხუჭავს მოსამართლე. პირდაპირ გაგებით აქვს. შენ მიდიხარ პროცესზე ამ ადამიანს, მაგრამ ფორმალისტურად უდგება, რადგან ფურცელზე არ წერი, ესე იგი ის ადამიანი არ არის ნაცი. კი, შენ მიდიხარ პროცესზე, ხედავ რომ მოსამართლეს წინ უზის ადამიანი, რომელიც იმ მომენტშიც კი შეიძლება სისხლისგან იყოს რა ვიცი, მთლიანად ასისხლენებული და მოსამართლე ამბობს, რომ დოკუმენტებში ეს არ არის აღნიშნული, ალბათ სხვაგან მიიღო დაზიანება და ამის შემდგომ მოსამართლეს ეუბნები, რომ იქნებ რამე ზომა მიიღოთ. ნუ არაფერს ვამბობთ, რომ ეს ადამიანი მაინც სამართლად ამბობად იქნება ცნობილი და შეიძლება პატიმრობა შეუფარდონ, ამაზე ხო საუბარიც აღარ არის უკვე. იქნებ ფორმალურად მაინც მიმართოთ რომელიმე ორგანოს რა გამოიძიონ, ამასაც კი არ აკეთებს სასამართლო. და ბოლოს რომ დაუბრუნდით ახლა იმ შეკითხვასაც ბოლოს დამისვით, როდესაც ამას ჩვენ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი დონის მქონე მოქალაქეებზე საუბრობთ, გასაგებია ეს კონტექსტი და გასაგებია უკანონო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, არა იხსნება, თუმცა გასაგებია. მაგრამ მეორე და მესამე საქმეზე, როცა ეს რიგით მოქალაქეს ეხება, უკვე იმავე პრინციპით იღებს ეს მოსამართლე გადაწყვეტილებას. მათ შორის ანალოგიურად სისხლის სამართლის საქმეებზე აკვეთი ღონისძიებები ისე ეფარდებათ ადამიანებს, იმიტომ რომ უკვე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არა ვართ პრეცედენტული სამართლის ქვეყანა, იმდენად სტანდარტი დაადგინა სასამართლომ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ას მოითხოვნა. კონვეიერული რეჟიმით იღებს რა თქმა უნდა, პროცესებს არასდროს არ გადაგიდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მომზადებული არ იყო. შედიხარ პროცესზე, იქ იცნობ შენს დაცვის ქვეშ მყოფი, იმიტომ რომ მანამდე ვერ ხედავ, სასამართლოს არ აინტერესებს ეს 5 წუთი გინდა ჩემთან ერთად გაიცანით მტკიცებულებებს და მე და ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი მოსამართლესთან ერთად ვეცნობით მტკიცებულებებს, რაც უნდა წარმოუდგენელი. კაბდომაი, მინდა ვისარგებლო შემთხვევით ბოლოს თქვენ დაგისმევთ ამ შეკითხვას მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, თქვენ მისი ადვოკატი ხართ და არაერთხელ სასამართლო პროცესზე თუ საჯაროდ ძალიან გასაგებად ახსენით, არა მარტო რატომ არ უნდა იჯდეს, არამედ მისი დამკავებლები რატომ უნდა ისხდნენ. ციხეში პირიქით. მაგრამ აი ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც სხვათა შორის აჭარის ტერიტორიაზე პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ფაქტს უკავშირდება და ყველას გაგვახსენდა მზიას მონაყოლისის ნაწილი, რასაც მოყვა მისი ბუნებრივი გაღიზიანება და რეაქცია, რაც უკავშირდება მისი იზოლირების პერიოდს და შემდეგ არეთ გამოსვლის პერიოდს, რომელიც ერთ-ერთ შემთხვევა იმ სიტუაციებს, რომელსაც მე ვიდეოში ვხედავ და გაჭარაში. არის თუ არა ეს ირიბი მტკიცებულება იმისა, რასაც ყვებოდა მზია ამაღლობელი სინამდვილე შეესაბამება. დიახ, ზუსტად ასეა გიორგი, მზიას საქმეზე როცა საუბრობდი, ვამბობდი ხოლმე, რომ ხო, ეს საქმე აჩვენებს მთელ სურათს. აი სახელმწიფო როგორ ძალადობს მსხვერპლზე და მისგან აკეთებს დამნაშავეს პირიქით. ეს საქმე, მზიას საქმე პრინციპში ხომ რა არის? საპოლიციო ძალადობის და უკანონობის შენიღბვის გათეთრების საქმე და ანუ გამრუდებული სარკეების ქვეყანაში ვცხოვრობთ, როდესაც ვსაუბრობ, აი ამას გულისხმობ. იმ დღეს ბათუმის ასე ვთქვათ იმ აქციაზე ხომ არაერთი ადამიანი დააკრავა ბათუმის პოლიციამ, არაერთ ადამიანზე იძალა და მას შემდეგ რაც ისინი დააკრავეს პოლიციის შენობის შიგნით
არაერთი მოწმე იყო ამ საქმის თავად შიგნით, ამ ამბის დამნახავი, ვინც გაიგო, ერთს როდესაც ცემდნენ, მეორე უყურებდა, მესამე ოთახში იყო ესმოდა, შემდეგ გარეთ გამოვიდნენ, საჯარო განმარტებები გააკეთეს. ამ პროცესზე მოწმეებად შუამდგომლობდით ყველა ასეთ ნაცემ დაზიანებულ ადამიანს, მათ შორის მათ, ვინც უყურებდა მათ, ასე ვთქვათ, ცემას და ყველგან მთავარი გმირი იყო რასაკვირველია ბატონი დრებუაძე, ყველა ასეთ ეპიზოდში და სხვა პოლიციელები, მათ შორის ეს დოკუმენტი, რომელიც ვახსენე, ვთქვათ, რომ წარმოადგინეთ ამ ადამიანს მთელი ადგილი არ ქონდა არსად, თავად მზია ამაღლობელთან დაკავშირებით თუ გახსოვთ გიორგი, ჩვენ სასამართლოს ვაჩვენეთ ეზოში, რომელიც ბათუმელების, ასე ვთქვათ, კამერამ შემთხვევით გადაიღო, იქვე ჩანს როგორ მისდევს დრებუაძე, ადგილზევე უნდა გაუსწორდეს მზიას და როგორ იჭერს ორი პოლიციელი, რომ ადგილზევე ფიზიკურად არ გაუსწორდეს. წულუგიანის და ასე ვთქვათ, რჩევა გაითვალისწინოთ, რომ მოფარებულში მოხდეს ეს ისე რომ არ დაფიქსირდეს. და შემდეგ არის უკვე ის ეპიზოდი, რომლის ვიდეო კადრიც არ არსებობს, როდესაც თავად მზიაყვება უკვე როგორ აფურთხა შიგნით სახეში დრებუაძემ პოლიციის შენობაში და არაერთი სხვა ასეთი დაკავებული იყვება. კიდევ რთულია, ხო? ქართველი მამაკაც კი არა, ადამიანი, საერთოდ რაჯიში ხალხი გამოვიდა. აქ ყველაზე აი ეს სისტემურობაზე როდესაც საუბრობთ, აჭარის პროკურატურა იშუამდგომლა ყველა ამ მტკიცებულების ამოღება საქმიდან, ყველა მოწმის, ყველა ვიდეო კადრის, თავად სადაც დაზარალებულები საუბრობენ, მათ შორის მაშინვე როდესაც საუბრობენ, როცა გამოდიან აი პირდაპირ პოლიციის შენობის ეზოსთან დრანან და იქვე ყვებიან, აი ეს ხდება ეხლა არ. იგინებიან კაცო, აგინებენ სპეციალურად, რომ თუ ამას არ გიზავდა, გინები და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი სასამართლომ დაუდასტურა. სასამართლომ ამორიცხა ყველა ეს მტკიცებულება საქმიდან, უბედურება ამაშია. აი სისტემურობა, ანუ ამ საქმეში ყველაფერს ეცადა, ასე ვთქვათ, ბრალდება და ნუ სასამართლოს გარეშე ეს რო არ ხდება, ვიცით, რომ ეს საპოლიციო ძალადობა ამ საქმეში არ გამოჩენილიყო აბსოლუტურად და იყო მხოლოდ მოწმე პოლიციელები, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გორის საქმეში ასე არ იყო, ასე არ დაიწყო. მაშინვე სისტემა მუშაობს, როგორ იცით, რომ სხერპლისგან შექმნას დამნაშავე, ანუ თავდამსხმელი, როგორც მზიას შემთხვევაში, ისე ვთქვათ, გორის შემთხვევაში. ცივი არაღი ქონდა და გაუნებელყოფის მიდიოდა და მე სხვანაირად გაუნებელყოფა ეს ამბავი. ანუ მაშინვე სისტემა აი ამ რეჟიმში გადადის ხოლმე. ჩვენ ვიხსენებთ ახლა ძალიან ბევრ ცნობილ და შეგვიძლია და შედარებით უფრო ნაკლებად ცნობილ მაგალითებიც მოვიყვანოთ, რომელიც მეტყველებს არა იმაზე, რომ ეს სისტემურ დანაშაულად ყალიბდება, არამედ იმაზე, რომ დიდი ხანია უკვე ჩამოყალიბებულია და ახლა მოქმედებს როგორც დამთრგუნველი მოძალადე მექანიზმი და დახვეწილია ახლა ალბათ. და სულ უფრო მეტ და მეტ ადამიანს შეეხება ეს თუ დროულად არ გამოფხიზლდით მართლაც ყველა.